საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა. Როგორც უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, სანქციების დაწესებას თითქმის ყველა კანდიდატი ქვეყანა შეუერთდა, თუმცა საქართველოსთან ერთად ამ სიაში არ ფიგურირებენ სერბეთი და თურქეთი. კრემლი შეშფოთებულია უკრაინისთვის იარაღის შესაძლო მიწოდების გეგმების გამო მოსკოვი ამერიკისა და თურქეთისგან განმარტებებს ითხოვს. საგარეოს პრეს-სპიკერი ზახაროვა აცხადებს, რომ კონგრესის დოკუმენტების მიხედვით საუბარია უკრაინისთვის გადასაცემ შთამბეჭდავ არსენალზე, მათ შორის შორმანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებზე. ზახაროვა ვაშინგტონსა და ანკარას აფრთხილებს კიევისთვის სამხედრო დახმარება და აზიანებს რუსეთთან ურთიერთობებს. ღია გზავნილი ჩვენი მეზობლებისთვის, მოკავშირეებისა და მტრებისთვის, ჩვენ კარგად ვართ მომზადებული. განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო აღումზე სიტყვით გამოსვლისას. დონალდ ტუსკმა რუსეთი მთავარ საფრთხედ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ომის თავიდან აცილება მხოლოდ კარგად მომზადებულ სახელმწიფოებს შეუძლიათ. დნეპროპეტროვსკში რუსებმა საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყეს, დაიღუპა 3 თვის შვილი, დაშავებულია კიდევ 11 ადამიანი, მათგან 2 ბავშვია. ზაპოროჟიესთან ახლოს კი ოკუპანტების სამიზნე ფერმერები გახდნენ, რომლებიც მოსავალს იღებდნენ. დაღუპულია 1 ადამიანი.